ის რაც შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტის დროს საზოგადოებისთვის უცნობი დარჩა. რატომ უწოდა პრესამ სააკაშვილი კლინტონის პრესკონფერენციაში მონაწილე ჟურნალისტებს ცოცხალი მიკროფონები? თქვენ ასევე შეიტყობთ, ვინ მონაწილეობდა სპეციალურად საპატიო სტუმრისთვის დადგმულ მასპინძლობის სცენებში. მე ვაპირებდი დამისვა კითხვა საქართველოს და ირანის ურთიერთობების რაღაც ახალ ფაზაში შესვლაზე. მიდის საუბარი ამერიკულ მედიაში ემბარგოს გამოცხადებასთან დაკავშირებით. ჩვენ არა გვაქვს კითხვა ამ თემაზე. მე შესაძლოა მეთქვა, რომ იცით, შეკითხვის დასმა უნდა ბევრს და ვერ დასვეს და გაგვაფრთხილეს, რომ შეკითხები არ დაგვესვა და რატო ხდება თქო. მათი კითხვები ჩვენი შეკითხვის პასუხად. რას კითხავდნენ ჰილარი კლინტონს? ჩვენი რესპონდენტები ჟურნალისტები არიან. ეს კითხვები ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნისა და საქართველოს პრეზიდენტის ბრიფინგზე არ დასმულა. So you have mentioned that USA never excuse me that USA never accept to ბრიფინგზე შეკითხვის დამსმელ ქართულ მედიას საზოგადოებრივი მაუწყებელი და რუსთავი ორი წარმოადგენდა. პირველი კითხვის ავტორი პირველ არხელი ლიკა ხურციძე იყო. My question is, do you going to discuss with Russian leadership during and between your so I'm so nervous. ჟურნალისტები როგორც ცოცხალი მიკროფონები. ეს ნანა საჯაიას ბლოგის სათაურია ლიბერალის ვებგვერდზე. ჟურნალისტი ბრიფინგს მხოლოდ სტატისტის როლში ესრებოდა. ციტატა მისი ბლოგიდან. ალანა გაგლოევა მოვიდა და გვითხრა, სახელმწიფო მდივანთან შეთანხმებულია და ორ კითხვას მიიღებს. კითხვებს ესენი დასვამენ, თქვა გაგლოევამ და საზოგადოებრივი მაუწყებლისა და რუსთავი ორის ჟურნალისტებზე მიუთითა. Georgian Today's კორესპონდენტი ამბობს, რომ იმ დღეს ქართველი ტელერეპორტიორები მხოლოდ ცოცხალი მიკროფონის ფუნქციას ასრულებდნენ. მე უბრალოდ ვიცი ის რაც მე ვნახე და რაზედაც ვთქვი, რომ ესე ცოცხალი მიკროფონობა, როცა პრესსამსახურის წარმომადგენელი ან გიწერს კითხვას, ან გისწორებს კითხვას, შემთხვევით არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. და ის დაიბნა და განიცდიდა, მაგრამ განიცდიდა იმიტომ, რომ ინგლისურად ვერ თქვა ისე როგორც მას უნდოდა, თორე მას არ ქონია დისკომფორტი იმაზე, რომ მას კითხვა დაუწერეს ან ჩაუსწორეს. მას არ გაუპროტესტებია, ის აბსოლუტურად ესე შეხმატკილებულად მიდიოდა ამ ქალბატონებთან, ასწორებდა კითხვას, მერე კითხულობდა, რაღაც რეპეტიციას გადიოდა და მხოლოდ იმიტომ განერვიულდა, როგორც ჩანდა, რომ ინგლისურად ვერ დასვა კითხვა სათანადო და მერე მას ამხნევებდნენ. ტელეკომპანია კავკასიის ჟურნალისტი ნათია თოიძე ბრიფინგის მხოლოდ დამსწრე იყო და არა მონაწილე. ყვება, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეკითხვით მივიდა, თუმცა კითხვის დასმა მალევე გადაიფიქრა. რამდენიმე წუთით ადრე რაღაცა შეიმჩნეოდა ესეთი ეგრეთ წოდებული ჩუმი გადაადგილებები და დავინახეთ, რომ რამდენიმე ჟურნალისტი, რომლებიც ფურცლებით ათანხმებდნენ კითხვას პრეზიდენტის პრესსამსახურთან. ჩვენ გაგვაფრთხილეს, რომ წინასწარ იყო კითხვები შეთანხმებული უკვე, ანუ ორი კითხვა უნდა დაესვა ქართულ მხარეს და ორი კითხვა ამერიკიდან ჩამოსულ ჟურნალისტებს და ამიტომ სიმართლე რო კითხა სკამიდან ადგომის სურვილიც არავის აღარ გაჩენია. დაუწერეს თუ არა კითხვები ქართულ ჟურნალისტებს. პრეზიდენტის პრესსამსახურის თანამშრომელი ალანა გაგლოევა ამბობს, რომ ეს ინფორმაცია არ აქვს. იცის მხოლოდ ის, რომ ამერიკულ მხარესთან კითხვების რაოდენობა შეთანხმდა და არა შინაარსი. ვერ გეტყვით ნამდვილად, იმიტომ რომ არ ვიცი, ერთადერთი რაც ვიცი ის არის, რომ ვთქვათ პირველმა არხმა გთხოვა, რომ ანუ ჩვენ დაусმენთ კითხვასო. პირველმა არხმა და რუსთავმა და მაგაზე იყო თანხმობა და დანარჩენი უკვე ანუ შეთანხმებული რა იყო და როგორ იყო, ეგ არ ვიცი. როგორ წარმოგიდგენია თქვენ, რომ ახლა რომელიმე ამერიკელი ჟურნალისტი, რომელიც ან ვიზიტზე თავად იმპულსი ახლდა სახელმწიფო მდივანს, ან შეიძლება დამოუკიდებლად იგი იმყოფება საქართველოში და მივიდა აკრედიტაცია გაიარა და დაესწრო ამ პრესკონფერენციას, როგორ ფიქრობთ თქვენ, იგი უთანხმებს ვინმე შეკითხვას? ეს არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი. კიდევ ერთი შენიშვნა, რომელიც კითხვების ავტორების მიმართ პრესკონფერენციის მსმენელ ჟურნალისტებს გაუჩნდათ. მე როცა ამ პრესკონფერენციას უყურებდი პროტესტი რაც გამიშტავა, პროფესიული, ესე ვთქვათ, იყო ის, რომ ამ ადამიანების შეკითხვაშივე იყო პოზიცია, კონკრეტული გამოხატული პოზიცია. ეს არის ჩემი აზრით პრობლემა და აქ ნაკლებად მნიშვნელოვანია, მე ვფიქრობ, კონკრეტულად დაუწერეს თუ არა შეკითხვები, უთარგმნეს, მიაწოდეს ასეთი ფორმით.
ფიქრობ, რომ ცენზურაზე მნიშვნელოვანი აქვს თვითცენზურა, რომელიც პერიოდის განმავლობაში ყალიბდება. Why is Georgia so important for US government? Thank you. ჰილარი კლინტონის 6 საათიანი ვიზიტის დადგმული ნაწილი მხოლოდ ბრიფინგზე ქართული მედიის მონაწილეობა არ ყოფილა. 6 საათიანი ვიზიტის დროს იყო გასეირნება შარდენზე, პრეზიდენტისა და მერის თანხლებით. მაშინ როდესაც ჰილარი კლინტონი სტუმრობდა ძველ თბილისს, ამ დროს შარდენის ქუჩა, ასევე რკინისა და ბამბის რიგების სავსე იყო რიგითი მოქალაქეებით. ისინი პირადად შეხვდნენ ჰილარი კლინტონს რამდენიმე რიგითი მოქალაქეები იყვნენ მარი გოშხეთელიანი, ტელეკომპანია იმედის ვიზაჟისტი, თბილისის მერის მეუღლის ლელა კილაძის დეიდაშვილი, ნინო დვათუა, თბილისის მერიის პროტოკოლის სამსახურის უფროსი, სოფო დონდუა, დედაქალაქის მერიის თანამშრომელი და მათი მეგობარი გოგონები. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში, ძალიან მინდოდა ასე დაგვეტროდით. ძალიან ლამაზი ყვავილებია. დაღილობა არ გეტყობათ. ეს მხოლოდ ვიზუალური ილუზიაა, ჩემო მეგობარო. ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჩამოფრენიდან გაფრენამდე არც ერთი გასაუბრება არ დარჩენილა ტელეკამერებს მიღმა, საინფორმაციო გამოშვებებში ნათარგმნის სახით. ითარგმნებოდა შორისდებულებიც კი, ლათინური სერიალების ესთეტიკით. მადლობა, ჩამოდით ზაფხულში ჩვენთან ამერიკაში. მადლობა. ქალიშვილის ქორწილისთვის საჩუქარს აუცილებლად გამოგიგზავნით. ჩვენი გადაცემა დასრულებულია. მე ზუსტად 1 კვირით გემშვიდობებით, კარგად გზავნდებოდეთ.